ისევ განათლების საკითხებზე. მოგესალმებით, მეგობრებო, ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი. მართალია, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ერთის მხრივ ტკივნეულ და ფაფის საკითხთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია, მაგრამ მეორეს მხრივ ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სახელმწიფო მათ თავაზობს ძალიან საინტერესო და საჭირო რესოციალიზაციისთვის აუცილებელ სერვისებს. ამჯერად მხედველობაში მაქვს საგანმანათლებლო სწავლება და სხვადასხვა პროფესიული, თქვათ, საგნის კურსის სახით. მინდა აღნიშნო, მეგობრებო, რომ ამ პროგრამებზე სწავლა გახლავთ ნებაყოფლობითი და შეთავაზებისას გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა სურვილებიც. დღეს მოვიწვიეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსი ნინო ბისეიშვილი, ასევე ერთ-ერთი ბენეფიციარი გიორგი კალატოზიშვილი, მას თხოვეს სტუდიაში მობრძანება და ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს თათა გოგიშვილს, რომელიც სამმართველოს ერთ-ერთი სერვისის ფარგლებში ინგლისური ენის, ასე ვთქვათ, მოხალისე პედაგოგი გახლავთ. მე გეტყვით ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრებს 240 91 92 ან 240 92 92 შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, დაგვირეკოთ, გაგვიზიაროთ მოსაზრებები ან დაგვისვათ შეკითხვები. თუ სურვილი ძლიერია, საქმეც უნდა გამოდიოდეს. ილია ჭავჭავაძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენს რადიოს მენერებთან ერთად და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ქალოტი ნინო, თავდაპირველად თქვენთან მაქვს პირველი შეკითხვები, ასე ვთქვათ. პირველ რიგში მინდა რომ ჩვენს მენელებს მაინც შევახსენოთ პრევენციის აი ცენტრის ზოგადად საქმიანობის შესახებ და შემდეგ სამმართველოს ფუნქცია რა არის და ამაზე უკვე დაწვრილებით შეგვიძლია ვისაუბროთ. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და რომ დაინტერესდით და აშუქებთ ამ თემას. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს პრევენციას, პირველი დონის პრევენცია, მეორე დონის პრევენცია, მესამე დონის პრევენცია, ასევე განრიდება მედიაციის პროგრამა, ძალიან საინტერესოა, შემიძლია რომ არ ვახსენო. რაც შეეხება ახლა ჩვენს მესამე დონის პრევენციას, ეს არის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველო. ეს პროგრამა 2012 წლის ბოლოს შეიქმნა ჩვენი მინისტრის ქალბატონი თეატრი ლუკიანის ინიციატივით და ერთადერთი მიზანი რაც ჰქონდა, რომ ეს არის ფაქტობრივად ერთადერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყოფილ პატიმრებს, ესე ვთქვათ, ყოფილ პატიმრების მხარდაჭერას ახორციელებს ძალიან ბევრი მიმართულებით და დაწვრილებით ვისაუბრებთ ალბათ ამაზე. ხა ძირითადად მისია ცენტრის რაში მდგომარეობს, რომ განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება შეუწყოს ხელი, ესაა რომ იყოს უსაფრთხო, თქვათ, საზოგადოება და შემცირებული დანაშაული თავისთავად და ყოფილ პატიმართა ღირსეულ წევრებად დაბრუნება საზოგადოებაში და მათი მხარდაჭერა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ყოფილ პატიმართა, იმიტომ რომ თანაბრად ხდება მუშაობა ყოფილ პატიმრებთან და ოჯახის წევრებთან კი და ყველა პროგრამა, რომელიცაც ჩვენ თავაზობთ, მათ თანაბრად არის შეთავაზებული ოჯახთანაც. ოჯახის წევრებთან იქნებ მაინც ნათელსაყრელო. ხო, აი რაღაცნაირად ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ვაშუქებ ჩვენ პროგრამებს, ხშირად თანსდევს ესეთი ჩვენი დევიზი შეცვალე სცენარი.
როდესაც ადამიანი ახლა ჩვენ პროგრამაში ჩართვა, იცით, ნებას ყოფილობითია. მხოლოდ დამოკიდებული არის ბენეფიციარის სურვილზე, ყოფილი პატიმრის გათავისუფლებული ადამიანის მისი სურვილის მიხედვით შეუძლია ჩაერთოს. ამიტომ, როდესაც მას უკვე გათავისებული აქვს, როცა მოდის, რომ რაღაცა უნდა შეცვალოს მის ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს ცალკე მდგომი არ შეიძლება განიხილო ადამიანის რაღაც თავისი სოციალური გარემოსთან ერთად არის. და ეს უახლოესი სოციალური გარემო უპირველეს ყოვლისა შეიძლება იყოს ოჯახი. ან რაღაც ის გარემო, რომელიც მას აქვს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ოჯახი, შეიძლება იყოს, მაგრამ ვინც ის ირგვლივ არის და ვისაც ის თulis სოციალურ გარემო და მის უახლოეს წევრებად, მხარდამჭერ სოციალურ ქსელად, სწორედ იმ ადამიანების გაძლიერებასთან ერთად ხდება უკვე ჩვენი პროგრამების შეთავაზება. გასაგები, აი ეტაპობრივად ხორციელდება, ხო? ახლა უკვე გადავიდეთ თქვენი სამართლის პროგრამებზე თუ სერვისებზე, როგორც ესე იგი, ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ჯერ კიდევ დაწესებულებებში, სასჯელ ახსენებების დაწესებულებებში, პატიმრების გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე, აბსოლუტურად ყველა სასჯელ ახსენებების დაწესებულებაში შედის ჩვენი სოციალური მუშაკები, შედიან და ხვდებიან პატიმრებს, ეს არის უფრო საინფორმაციო ტიპის შეხვედრები და ერთი მიზანი აქვს, რომ ინფორმაცია გავრცელდეს და ვთქვათ, მჟავდებულებმა იცოდნენ გათავისუფლების და სურვილის შემთხვევაში სად და ვის უნდა მიმართონ. გარდა ამისა, იქვე ხდება ხოლმე დაფიქსირება სურვილის და ვთქვათ, მომართვის ფორმის შევსება, რომ პროგრამაში ჩართვის სურვილს როცა გამოთქვამენ. ზოგჯერ ხდება, რომ მათ ისეთი აუცილებელი გადაუდებელი სასიცოცხლო ტიპის საჭიროებები აქვთ, რომლისთვისაც მზადება იწყებს სოციალური მუშაკი მანამდე. ჭირდება ალბათ შემზადება, ნამდვილად, იმიტომ რომ რაღაც უნდობლობის მომენტით შესაძლებელი იყოს, შეიძლება იყოს რაღაცა იმედგაცრუება და ალბათ მართლაც დიდი სამუშაო აქვს ხოლმე ჩასატარებელი სოციალურ მუშაკებს, მაგრამ სამაგიეროდ შედეგიც ხო. დიახ, სამწუხარო ის არის, რომ ზოგადად ეს სტერეოტიპები საზოგადოებაში ძალიან ღრმად არის. ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ეს ძალიან ხელს უშლის ზოგადად საზოგადოების და ვთქვათ, გათავისუფლებული პირის ინტეგრაციას. იმიტომ რომ ეს ნდობა თუ არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში არანაირი პროგრამები ეფექტური არ იქნება. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვახდენთ ინდივიდუალურად მუშაობას და ინდივიდუალურად ხდება თითოეული მათგანის შეფასება, მათი ოჯახის წევრების ასევე საჭიროებების განსაზღვრა, საერთო ინდივიდუალური გეგმა იწერება სოციალური მუშაკის და პროგრამაში ჩართული პირის მიერ, როდესაც გამოვლინდება, ვთქვათ, საჭიროებები. ასეთ შემთხვევაში სოციალური მუშაკი რაღაც როგორც დირექტივას ისე არ აძლევს, ვთქვათ, მისი გადაჭრის გზებს, ის თავაზობს, ვთქვათ, ალტერნატივებს, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს გზა თვითონ ყოფილმა პატიმარმა უნდა გაიაროს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ გზას, მიმართულებას, ბიძგს, რაღაცას ვასწავლით, როგორ უნდა გადაიჭრას, თორე ძირითადი მოწვევები მაინც მათ წინაშე დგას და მათ უნდა მოახერხონ ეს. ამიტომ ყველაფერი ხდება პარალელურ რეჟიმში, სხვადასხვა საჭიროებების ზრუნვა და რაც თავარია, მხარ სოციალური მუშაკის და ბენეფიციარის ერთდროული მონაწილეობით. ეს არის ერთი ეტაპი. შემდეგ უკვე თვითონ ყოფილი პატიმარი. დიახ, პირველ ეტაპზე იცით რა არის ხდება, მაინც ის ყველაზე სასიცოცხლო ძირითადი საჭიროებების მოგვარება, რაც თქვათ იმ მომენტში თითოეულ მათგანს აქვს. ყველა სხვადასხვა, ესე ვერ ვიტყვით და ვერ განვაზაგვებთ. ყველა სხვადასხვა, ზოგისთვის ეს არის ჯანმრთელობის პრობლემა, ზოგისთვის ეს არის ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, როდესაც ვთქვათ, ეს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება, ამის შემდეგ უკვე რაღაც უფრო მაღალ ეტაპზე გადადის, ანუ პროფესია ჭირდება, ვისაც პროფესია არ აქვს, გარკვეული ტიპის თემატური ტრენინგებია, რომელშიც საკმაოდ აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას და საბოლოო, ანუ რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის საბოლოო, ესე ვთქვათ, საფეხური, ეს არის უკვე დასაქმების ხელშეწყობა და ჩვენ ამაზე ვზრუნავთ. მაგრამ გარდა იმისა, არის როდესაც თვითონ ჩვენი ცენტრის უშუალო, ვთქვათ, მონაწილეობით და დახმარებით ხდება ამ სამუშაო ადგილების მოძიება, მაგრამ არის როდესაც დამოუკიდებლადაც რაღაც ეტაპების გავლის და პროცესის გავლის შემდეგ, რასაც ჩვენ ვარქმევთ რეაბილიტაციის
რეაბილიტაციის პროცესს. ამის შემდეგ დამოუკიდებლადაც თქვათ ეძებენ ბენეფიციარები სამუშაო ადგილს და თქვათ საფრთხებიან. ჩვენი თვითმიზანი და საერთოდ ამ პროგრამის და ჩვენი პროფესიის თვითმიზანი არ არის ის, რომ რაღაცა მზამზარეული სამუშაო ადგილი მივაწოდოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები კონკურენტუნარიანები გახდნენ შრომის ბაზარზე და ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ პროგრამაში მუდმივად ვერ იქნებიან ჩართული. შესაბამისად პროგრამიდან როცა გადიან პროფესიულ სასწავლებლებსაც აქვთ ურთიერთობა მუდმივი დამსაქმებელთან და შესაძლებელია რაღაც აი ამ კუთხით რომ პრობლემა შეექმნათ, თქვათ, თქვენი რეკომენდაციები იყოს კარგი ან დიახ, არა მხოლოდ პროფესიულს რაც შეეხება, იმიტომ რომ ზოგადად ხო გამოწვევები ესე სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს 2 წლის მერე ჩვენი პროგრამიდან გასვლის 3 წლის მერე. ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ ადამიანი აღჭურვოთ ისეთი უნარჩვევებით, რომელიც მას მისცემს ძალას, ცოდნა ექნება ამის. ჯერ ვცდილობთ რომ თვითონაც დავანახოთ, თვითონ შეიგრძნო და იცოდეს მისი ძლიერი მხარეები რა არის, შეძლოს რაღაცების გაანალიზება და შემდეგ დამოუკიდებლად ქონდეს იმის საშუალება რომ გადაჭრას ეს პრობლემა. წევრია ჩვენ საზოგადოებრივ. კი ბატონო, აი არაფორმალური განათლება ტრენინგების სახით არის ხო აქ ჩამონათვალში? რას წარმოადგენს ეს, რა სახის ტრენინგებია? განსხვავებული ტრენინგებიც არ არის ყველასთვის სავალდებულო, ანუ იმის მიხედვით, თქვათ, როგორია ესეთ ფსიქოტიპი ადამიანის, ვის რა ჭირდება, იმის მიხედვით ხდება, რა თქმა უნდა, ჩართვა. სოციალური უნარების ტრენინგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად პენიტენციური გავლენა რაღაცა მაინც აქვეითებს და კარგავს რაღაცა ტიპის უნარებს ეს კვლევებით დამტკიცებულია და დადასტურებულია, ამიტომ მაინც ჭირდება ზოგჯერ ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში უხდება დაწესებულებაში ყოფნა და სრულიად შეცვლილი გარემო დახვდათ, რომ გამოვიდნენ შეცვლილი პროფესიაში ბევრი რამე განვითარებული ადამიანები, თვითონ ზოგადად ქალაქიან ძალიან გაუჭირდათ ადაპტირება ადამიანებს, რომ გამოვიდნენ. სოციალური უნარების განვითარების ტრენინგია პირველი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. ამის შემდეგ უკვე არის არასრულწლოვანი ყოფილ მჯავრდებულებსაც ვემსახურებით ჩვენ. შესაბამისად არასრულწლოვანებისთვისაც გვაქვს გარკვეული ტიპის ტრენინგები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სამოქალაქო განათლება, ისევ სოციალური უნარების ტრენინგი, მაგრამ არის დასრულებისთვის განსხვავებულია და არასრულწლოვანებისთვის განსხვავებული. ასევე დანაშაულის გააზრებაზე მიმართული, ვთქვათ, გარკვეული ტრენინგებში მონაწილეობაც არის ნებაყოფლობითი თუ ეს მაინც უფრო თავაზობთ ისე ფარგლებში პროგრამები? დიახ, ზოგჯერ იცით რა არის, ზოგჯერ мотиваცია დაბალია ადამიანში, ყველა ეხა ვერ ვიტყვი რომ ყველა ერთნაირად мотивირებული მოდის, მაგრამ როდესაც ამჩნევ რომ რაღაცა, თქვათ, რაღაცა თავისი მიზნის მისაღწევად მას აქვს რაღაცა ისეთი ტიპის პრობლემები, რომელიც ეს ხელშეუშლის თავის რეალიზებისთვის და იმ მიზნის მისაღწევად აუცილებლად შემდეგ არგუმენტია ამის. კი ბატონო, აი აქ არის ასევე იურიდიულ დახმარებაზე ერთ-ერთი ჩამონათვალში ერთ-ერთი საკითხია. საკმაოდ ესე თქვათ აქტიურად გამოყენებადი მომსახურება. ჩვენ გვყავს 2 იურისტი ცენტრში თვითონ, რომლებიც სხვადასხვა ტიპის შეკითხვებით მოდიან, არცი, ზოგს დოკუმენტაციის შეგროვება უნდა, ზოგს თქვათ სარჩელი აქვს შესატანი, ზოგს პროცესი იწყებს, ზოგი რაღაც ისეთი ყოფითი პრობლემების მოგვარებისთვის, ანუ ნებისმიერი ტიპის იურიდიული კონსულტაცია, რომელიც კი შესაძლებელია, თქვათ, რაც სრულიც აქვთ, ეს ხდება ცენტრში. ჩვენი იურისტები უწევენ კონსულტირებასა და საჭირო დოკუმენტაციის მოგვარებას, თუმცა მხოლოდ ცენტრის ესე ვთქვათ ძალებით არ შემომიფარგლებით, იმიტომ რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, რომლებთანაც ვთქვათ შეთანხმება გვაქვს, თანამშრომლობთ და ვიყენებთ კიდეც მათ რესურსს. ახლა გადავიდეთ ყველა სასიამოვნო ნაწილზე, ეს არის ეს განათლების კურსები, საგანმანათლებლო პროგრამები, შეიძლება ასე ითქვას, ეს რის საფუძველზეა? ვის ინიციატივით არის, ან მემორანდუმის თუ არ ვწდები ხომ, თუ შეიძლება და შემდეგ პროფესიებიც ჩამოთვალოთ და ასევე ჩვენ შეგვიძლია რაღაცა მაგალითიც მოვიტანოთ, თქვათ ალბათ მონიტორინგიც ხორციელდება ხო, მე ვინ როგორ ითვისებს ამ პროფესიას, ვინ არის კმაყოფილი, ვინ უკმაყოფილოა, დიახ.
განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი არსებობს, რომლის ფარგლებშიც სწორედ ამჟამად აი ამ ეტაპზე 37 ბენეფიციარი არის ჩართული და მათი ოჯახის წევრებიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ შეზღუდული ჩვენი ბენეფიციარი და არც მათი ოჯახის წევრი არ არის ერთი პროფესიის არჩევაში, ანუ შეუძლია სხვადასხვა რამდენიმე პროფესიას დაეუფლოს, ანუ ეს რაღაცა ერთჯერადი არ არის. ამჟამად ხა ამ ეტაპზე რაც მიმდინარეობს ეს არის თბილისში და თბილისის სახელმწიფო კოლეჯები ახორციელებენ სწავლებას, უზრუნველყოფენ, ეს არის მერმისი, იკაროსი, გდანის საზოგადოებრივი კოლეჯი და კოლეჯი სპექტრი. სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან ჩვენი ბენეფიციარები, შეიძლება იყოს მზარეულის პროფესია, ოფის მენეჯერის, ბუღალტრის, შემდუღებლის, სტილისტის, კომპიუტერული ქსელების ტექნიკოსის, ძრავის შემკეთებლის, ეს სურვილის მიხედვით ხდება. მე მინდა გითხოთ, აი სწავლა უფასოა აფინანსებს სახელმწიფო და გარდა ამისა, ჩვენ ვიცით რომ ტარდება ხოლმე ტესტირება ხო, თავიდან კონკურსი მონაწილეობენ თუ როგორ არის ეს? არა, თავიდან დგება ჯგუფები სურვილების მიხედვით, ამის შემდეგ იწყებენ თქვა სწავლა. ეს არის ყველაფერი ესეთი უნდა გავიმეოროთ ჩვენ რომ ბენეფიციარის სურვილით და არა ძალდატანებით. არავითარ შემთხვევაში, დიახ, ხა პროფესიას ძალდატანებით ვერ შეასწავლი ადამიანს, იმიტომ რომ ფუჭად გადახრილი რესურსისა და დროც ხო, არა. რა თქმა უნდა, მისი ინტერესის მიხედვით და მისი სურვილის მიხედვით ამიტომ ეს ჯგუფები დგება ჯერ ჩვენთან, შემდეგ უკვე სხვა კოლეჯებში გადანაწილდებიან, მიმდინარეობს სწავლა და აი ამის შემდეგ ხდება უკვე, როდესაც გადასცემენ დამადასტურებელ მოწმობას, მაშინ ხდება თქვათ ტესტი. აი თქვენი დაკვირვებით უფრო რა პროგრამებს ირჩევენ თუ ვიცით ეს დაახლოებით და ისედაც მიმდინარე პროცესიც რო ვისაუბროთ, დღეისთვის რამდენი ბენეფიციარი გვყავს? და ესენი არიან მხოლოდ ყოფილი პატიმრები თუ მათი ოჯახის წევრებიც? მათი ოჯახის წევრებიც არიან, რა თქმა უნდა, ძალიან პოპულარული არის სტილისტის, მზარეულის, კომპიუტერული ქსელების პროფესია, ბუღალტრის, ოფის მენეჯერის, ჯერჯერობით ბაზრის კვლევა, რამდენადაც მე ვიცი, მიმდინარეობს და არ არის დასრულებული, ამიტომ ჩვენ გვექნება შემდეგ, თქვა, შესაძლებლობა ვიცოდეთ ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები რა არის, რომ იმის მიხედვით შეგვეძლოს თქვა. კი ბატონო, ჩვენ მეთვალყურეობა ვახსენებთ მონიტორინგი ხომ და აი 2012 წლიდან ხორციელდება როგორც ბრძანეთ თქვენ ეს პროცესი. ეს სერვისები შეთავაზება მათი ჩვენი ბენეფიციარებისთვის. აი საინტერესოა რა იკვეთება ამ პერიოდში თუ აწარმოებთ მეთვალყურეობას თუ გაქვთ მუდმივი კავშირი მათთან? ჩვენი არიან თუ არა გაყოფილები ან დასაქმდნენ თუ არა თქვენ დასაქმებაც ახსენეთ, დიახ. ჩვენი მუშაობა რას გულისხმობს, ახლა მოგახსენებთ, ან ძირითადად ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი, ინოვაციური პროგრამების მენეჯერი და კოორდინატორი, აი ეს ვთქვათ, ეს ადამიანები არიან, ვინც ზოგადად ამ რეაბილიტაციის პროგრამებზე მუშაობენ. სოციალური მუშაკი არის ამ თითოეული შემთხვევის მენეჯერი. ესე ვთქვათ, ეს არის უწყვეტი ურთიერთობა ბენეფიციარსა და ვთქვათ, სოციალურ მუშაკს შორის. ჩართვის დღიდან პროგრამის დასრულების დღემდე. ეს არის უწყვეტი, ესე ვთქვათ, მეთვალყურეობას ვერ დავარქმევდი ვერანაირად, იმიტომ რომ ეს რაღაცა ერთი გუნდია, ამიტომ ხარდამჭერი გასაგებია და ნუ რაღაცნაირად როგორ მიდის ეს პროცესი? ეს მუდმივად ხდება, ანუ როგორც მოგახსენეთ, ჯერ არის რაღაც შეფასების ინსტრუმენტები არსებობს ამ პროფესიაში, როდესაც ფასდება ადამიანი და მისი ოჯახი, ამ შეფასების შემდეგ სწორედ ეს ინდივიდუალური გეგმა დგება და შემდეგ მთელი პროცესი ემსახურება სწორედ ამ ინდივიდუალური გეგმის მეთვალყურება იმისა, თუ რამდენად ყოფილია თვითონ დამთავრებული და რამდენად სწორად შერჩეული და სწორი გეზია აღებული. დასაქმების შესაძლებელია, რა თქმა უნდა, როგორ არის, იმიტომ რომ ეს არის ქალბატონებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც, ხო? დიახ. არის ზღუდება პროგრამაში ჩართვა, შესაძლებელი არც ასაკით, არც დიახ, ქალბატონები, არასოწლოვნების, უწლოვნების
სეზონები არ აქვს მნიშვნელობა ამას ჩვენ შეზღუდვა არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ ხშირად აინტერესებთ რამდენად რა პერიოდის განმავლობაში არის ჩართული ჩვენთან ბენეფიციარი. ხა ამას ვერ ვიტყვი რომ ეს არის 1 წელი, წელიწადნახევარი, 2 წელი, 6 გააჩნია რა პრობლემით მოდის ადამიანი და როგორ ახერხებს ზოგისთვის თქვათ რეაბილიტაციის პროცესი უფრო სწრაფად სრულდება, ზოგისთვის უფრო მტკივნეულად და აი როგორ იცით რა მინდა კითხო ხალხო თვითონ მათ სურვილს ან თქვათ ინტერესს თუ ითვალისწინებთ კურსის შეთავაზებისას. დიახ, ინტერესს პროფესიულს გულისხმობ თუ ზოგადად ამ პროგრამას საგანმანათლებლო თქვათ იქ ახლა ჩვენი სტუმარი არის ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი. აუცილებლად აი სწორედ ესეთი ადამიანების ხარჯზე ხა თქვენი მოწვეული ჩვენი მოხალისე ისაუბრებს ამაზე ძალიან ინგლისური ენა რო შეირჩეს სწორედ იყოს გამომდინარე იქიდან რომ სურვილი ქონდათ ინგლისური ენის შესწავლის ჩვენ ბენეფიციარებს. გარდა ბენეფიციარებისა ჩვენ ბენეფიციართა შვილებისთვისაც გვაქვს ინგლისურის შემსწავლელი კურსები. ანუ აქტიური მუშაობა მიდის ბავშვებთანაც და ცალკე მათთან დაკავშირებული ეს პროგრამები გვაქვს, იმიტომ რომ მარტო ტრენინგები, მარტო ვთქვათ პროფესიული, მარტო ვთქვათ შეხვედრა სპეციალისტებთან ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ რესოციალიზაცია და ინტეგრაცია კიდე სხვა ზოგად აქტივობებს მოიცავს, რომელსაც ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ. ეს არის ყველა გასვლითი ყოველთვიური აქტივობები, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, მათი სურვილიდან გამომდინარე და შემდეგ უკვე თქვენ დაიწყეთ, ვინაიდან ალბათ არ არის იმდენი საშუალება თუნდაც ფინანსები, თქვენ დაიწყეთ მოძიება პედაგოგებისა, ვინც ასე მოხალისეთ შეასწავლეთ და თავადაც გამოთქვეს სურვილი ინგლისურს. ახლა სანამ კონკრეტულად თათასთან გადავიდოდე, მე მაინც მინდა გიორგის ვკითხო. გიორგი, ჩვენ ვისაუბრეთ პროგრამები ჩამოთვალა ქალბატონმა ნინომ. აი როგორ აირჩიეთ თქვენ ეს პროგრამა, რომელი პროგრამაა, რა არის ხო, რა პროფესიას ეუფლებით და როგორც ვთქვი, არა მხოლოდ ერთ კოლეჯში. ხო? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები რადიოსმენელებს. მე ავირჩიე იყო არჩევანი დიდი, მაგრამ ავირჩიე ქართული სამზარეულო და მსოფლიო სამზარეულო. ძალიან კარგი. ეს არის კოლეჯი იკარუსი და რაც არიან კარგი პედაგოგები. ვიცნობ მე მოდიან ხოლმე ჩვენ თახში. არის კარგი გარემო კი. ხო, აი ეს მინდა და მე კითხა როგორია ეს გარემო. ყველაფერი არის იმისათვის რომ ხელი შეუწყონ, ესე ვთქვათ, ჩვენს ანუ სწავლებების ანუ დასაკმაყოფილებელი. რამდენი წლიანია ეს კურსი უკაცრავად? 3 თვიანია, როგორც მე ვიცი. 3 თვიანი. და გარდა ამისა კიდევ სხვაგან სწავლობთ ხო თუ აპირებთ არჩევას? ვაპირებ შევისწავლო ინგლისური ენა. და სპორტულ აქტივობებში მივიღო მონაწილეობა. ძალიან კარგი, დიახ. და თავიდან ეს ყველაფერი დაწესებულებაში მოვიდა სოციალური მუშაკი ქალბატონი ინკა იმედაძე, შემომთავაზა გამაცნო რას მოიცავდა თუ ეს პროგრამა და შემდეგ დავთანხმდი და გამოსვლის შემდეგ დაუკავშირდი იუსტიციის სამინისტროს, სადაც დამხვდნენ ეს მუშაკები, სოციალური მუშაკები, ხაზი მინდა გაუსვა, რომ არიან ძალიან თბილი და მეგობრული ანუ დამოკიდებულებით ჩვენ მშავდებულებთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ ცოტა დაბნეულები, ცოტა შეშინებულებიც თავიდან ვართ ესე. ისე კარგად რომ შეისწავლეთ ამ პროფესიას, მე აუცილებლად დაგპატიჟეთ ყველანი რა. კი, აუცილებლად. დიახ, გასაგებია, ესე იგი, აი თვითონ პროფესიის შესწავლისას გაქვთ თუ არა ურთიერთობა იგივე დამსაქმებელთან, ხა მე არ ვიცი თქვენთან როგორ არის, მაგრამ ან აი კონკრეტულად ამ პროფესიის შესწავლისას როგორ ხდება თუ ჯერ არ აქვს? ჯერჯერობით ამას თავისი ეტაპები ჭირდება. ჯერ გავulit რამდენიმე თვიან კურსებს, შემდეგ იქნება გამოცდები, მე ვაპირებ სადიპლომოზე უკვე 9 თვიანი კურსი გავაგრძელო. ძალიან კარგი. და
შემდეგ რა ვიცი რაც იქნება. კი ბატონო. ახლა დიახ, ძალიან კარგი. თქვენ ბრძანეთ რომ გსურთ ინგლისურის შესწავლა. აი ამჟამად არის გიორგი ამ პროგრამაში თუ ჯერ არა? ინგლისურს სწავლობს თუ ჯერ არა? ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად უნდა. გეგმაში არის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს აუცილებელია ნამდვილად დღეს მით უმეტეს როდესაც რაღაც პროფესიას ისეთ ზეუფლები, ვისაც შეგიძლია ჩვენ ვიცით რომ კონკურსები ტარდება იგივე უცხოეთში, ზარეულებმა ჩვენმა კიდევაც გაიმარჯვეს, იქაც გასვლა და ალბათ აუცილებლად უნდა დაისახოთ ეს მიზანიც, ვინაიდან თქვენ სადიპლომოსაც აპირებთ და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ახლა თათას გადავცემ სიტყვას, თათა როგორ შეიტყეთ იმის შესახებ, რომ შესაძლებელია აი ამ პროგრამაში მონაწილეობა და როგორც ვიცი მოხალისებ ძანდებით დაამთავრეთ ჯავახიშვილის სახელობის ინგლისური ფაკულტეტი. პირველ რიგში გამარჯობა მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. როგორ მოხდა ჩვენი ინფორმირება? ჩვენი ფაკულტეტის დეკანატში შემოვიდა განაცხადი. განაცხადის შევსების შემდეგ ჩვეულებრივად დაგვიბარის გასაუბრებებზე, გასაუბრების გავლის შემდეგ ეტაპზე უკვე აგვიყვანეს მოხალისე პედაგოგებად და შემდეგ რამდენი მოხალისე იყო თუ გახსოვთ თუ არა ქალბატონი? 9 როგორც მახსოვს არის 9 მოხალისე, შემდეგ და ჩვეულებრივად ეს 9 მოხალისე ჩვეულებრივად გადაგვანაწილეს ჯგუფებში, ჯგუფები ჩვეულებრივად იყო დაყოფილი დონეების მიხედვით. და რამ განაპირობა ეს თქვენი სურვილი მაინც? სურვილი თავდაპირველად გულახდილად რომ გითხრათ, იყო უფრო რაღაც გამოცდილება, რაღაც ახალი შეძენა, პლუს ამას კარგი საქმე, იმიტომ რომ ეხმარები ადამიანს. მე უკვე გაკვეთილების ჩატარების შემდეგ ძალიან რაღაც ისეთი სახალისო, კარგი мотивация, როდესაც არის თვითონ მოდის ხო მოსწავლისგან უფრო თქვენს გეძლევათ სტიმული. ძალიან დიდი სტიმულია, იმიტომ რომ აი ყოველ გაკვეთილზე გრძნობ რომ უნდათ რაღაც ახალი შესწავლა, არიან ძალიან მოტივირებულები, იმედიანები და პლუს ამას არიან ძალიან მეგობრულები, აი ძალიან ისეთი უშუალო ურთიერთობა გვაქვს. რაც აინტერესებთ ყველაფერს აბსოლუტურად. როგორ ითვისებენ მასალას ხო? სხვათა შორის ძალიან კარგად. კი, ძალიან კარგად. თქვენ ამ პროგრამას თავად ადგენთ, თათა, ესეც საინტერესოა თუ რაღაცა მიყვებით რაღაც კურს. ანუ როგორ მოხალისეები, თქვენთანაც ხო გაქვთ ალბათ კონტაქტი, რამდენი ხარ 9 არის? დიახ, 9. თქვენ ერთ-ერთი ხართ. დიახ, ერთ-ერთი ვარ. სხვადასხვა კურსით ასწავლით თუ როგორ თვითონ საგამოცხადო პროგრამა როგორ დგება? ანუ თავიდანვე მოხდა ყველა ბენეფიციარის ტესტირება და შემდეგ უკვე განაწილდა ჯგუფების მიხედვით და რა თქმა უნდა ყველა ჯგუფს დაედო ის პროგრამა, რაც იყო საჭირო მათთვის. დიახ, ზოგმა საერთოდ არ იცოდა ინგლისური, ზოგმა იცოდა და ნუ ეს პროგრამები ფაქტიურად მე განაწილდა დონეების მიხედვით ალბათ ერთგვარად და აი სწავლების მეთოდები, აი როგორ ფაქტიურად მე მყავს ჯგუფი, რომელმაც არ იცოდა საერთოდ დაიწყო დიახ დიახ, არ იცოდა ინგლისური, ნუ დავიწყეთ ძირითადად წერა-კითხვის შესწავლა, მიუხედავად იმის, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ეს კურსები არის 3 თვიანი, 2 თვიანი, აქედან გამომდინარე აქედან გამომდინარე არ შემოვიფარგლეთ მარტო წერა-კითხვის შესწავლით და ცოტა სასაუბროც ვეცადეთ, რომ ყოველდღიურად რაც გამოადგებათ, სანამ გაგრძელდება კურსები, თვითონ თავიანთი ასევე ვთხოვე, რომ თავიანთი სურვილი რაც იყო, შეეძლოთ, რომ მოეტანათ ის ან ფრაზები, ან ეს ახალისების მეთოდები და აი მათ ხო აქვთ უფლება, რომ კიდე პარალელურად თქვათ ისწავლონ თქვენივე პროგრამით რომელიმე პროფესიულ სასწავლებლად. აუცილებლად, დიახ. აი მაშინ მე ესეთი იდეა გამიჩნდა, რომ კარგი იქნებოდა რა პროფესიაზეც სწავლობენ იმის თქვათ იმის დარგობრივი სიტყვები რო ისწავლონ ინგლისურად, არ იქნებოდა ურიგო. აი მაგიტომაც, იმიტომ რომ არის ბევრი, რომელიც რაღაც დასაქმებული არიან და აი პირველად რომ მივედით, ვთხოვე, რომ აი ვისაც რა გაინტერესებს, დაინტერესებული რაც ხართ, შეგვიძლიათ დამატებითაც შეგვიძლიათ შევისწავლოთ თქო. ანუ თქვენს ბევრს მუშაობთ, თათა, ასე გამოდის ემზადებით თითოეული გაკვეთილისთვის, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ვალდებულების მოხდის მიზნით არ ვარ ნამდვილად,
იმიტომ რომ მინდა რომ ყველა მათგანი იყოს რაღაცნაირად კმაყოფილი და ყველა მათგანმა შეისწავლოს კარგად. გასაგებია. კიდევ გვიანბეთ ასევე თქვენი სხვა მოღვაწეობის შესახებ, სხვაგან თუ მოღვაწეობთ კიდე გარდა აი ამ სხვა მოღვაწეობის შესახებ. იქიდან გამომდინარე რომ ვარ ინგლისური ფილოლოგიის პედაგოგი, მყავს მოსწავლეები, ჯერჯერობით სამსახური არ მაქვს, იმიტომ რომ ბავშვებით ვარ დაკავებული, შემდეგ აუცილებლად ალბათ. აი რას მოგცემთ თქვენ თუნდაც აი ეს თქვენი გაკვეთილები, თქვენი ჩემი კერძო გაკვეთილები? არა, კერძო არა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის. აი მოგახსენთ რომ თავიდანვე ვთქვი რომ იყო რაღაც გამოცდილება, მაგრამ ეხლა ძალიან მიხარია, ძალიან მიხარია მართლა, იმიტომ რომ რაღაც ძალიან კარგები არიან ყოველ მისვლაზე, აი გრძნობ რომ უნდათ ისწავლონ და ეს მართლა ძალიან კარგია, როცა ვიღაცას რაღაცა შეეხმარები, ვიღაცას ასაკი როგორია თქვენი მოსწავლეები? სხვადასხვა ასაკის არიან 24 წლის არიან, ზოგი არის 35-ის, სხვადასხვა არ არის კერძოდ რაღაც კონკრეტული ასაკის მოსწავლეები არ არის. ხო, გიორგის მინდა ვკითხო, კიდევ რა პროფესიას დაეუფლებოდით გარდა თქვენი პროფესიისა? სურვილი მქონდა ბარმენობის კურსებზე მეუღლე, მაგრამ ჯერ არ არის ესე ვთქვათ სექტემბრიდან იწყება და თუ ამის საშუალება მომეცემა, არ მინდა ეხლა ერთმა მეორეს ხელი შეუშალოს და თუ ამის საშუალება მომეცემა, აუცილებლად შევისწავლი ბარმენობა, ხო, ძალიან კარგი. მე მინდა რადიოს ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონები შევახსენო 240 91 92 ან 240 92 92 რამდენიმე წამში განვაგრძობთ საუბარს. დღეს იგი იმარჯვებს, ვისაც ხელთუპყრია ის უძლეველი იარაღი, რომელსაც სოდნას ეძახიან. ილია ჭავჭავაძე. ბრუნდებით ეთერში და ქალბატონინო, აი თქვენ რას დაამატებდით კიდევ, როგორც ვიცი, ინგლისური არა მხოლოდ ეს კურსი არ არის მხოლოდ საქართველოს იმაში უკაცრავად თბილისში, საქართველოს მთელი მასშტაბით არის, ხო, რამდენიმე ქალაქში კიდევ. ზოგადად ჩვენი პროგრამა, ესე ვთქვათ, ხელმისაწვდომი არის თბილისის გარდა კიდე გორში, სადაც ყავს ჩვენი წარმომადგენლები, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში. შესაბამისად ეს სერვისები, რასაც ვთავაზობთ, ვცდილობთ, რომ აბსოლუტურად ყველგან იყოს ამ რეგიონულ ოფისებში. ეხლა იქ განსხვავება უბრალოდ ის არის, რომ რესურსი, თბილისისნაირი რესურსი უბრალოდ რეგიონებში არ არის, მაგრამ რაღაც მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებები გვაქვს, იქაურ არასამთავრობო რესურსს ვიხენებთ, ამიტომ თითქმის ყველაფერი შესაძლებელია, რომ ხელმისაწვდომი გახდეს, ამაზეც პარალელში ცხოვრებაში ჩვენ ახლა მსმენელი ყავს, ჩავერთოთ მოგესალმებით. გამარჯობა ქალბატონო. ერთი შეკითხვა მინდოდა, მე-9 კლასია დამთავრებული და ახლა შემოგიერთვით აქედან გავუნდები შეიძლება თქვენ უკვე ისაუბრეთ, მაგრამ ეთუხდებით. მე-9 კლასია დამთავრებული და სად შეიძლება რომ მოგაკითხოთ, უკვე დასრულებულია პროგრამაში ჩართვა? ჩვენ მინდა განგიმარტოთ ვინაიდან ახლა გვერდით, ეს არის ყოფილი პარტიმრებისთვის პროგრამა. თქვენ ამას გვეკითხებით? ალბათო. კარგი, დიდი მადლობა მაინც არისთვის და იმისთვის რომ გვისმენთ. ბატონო? თქვა პატიმარი არ იყო, მაგრამ ჩვეულებრივ როგორ არა, მაგრამ ამჯერად ჩვენ ამ გადაცემაში ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, იმიტომ რომ ახლა საუბრობთ ჩვენ სწორედ ამ სამმართველოს უფროსი არის ჩვენი სტუმარი და საუბრობთ ამ თემაზე ქალბატონო. დიდი მადლობა ზარისთვის და იმისთვის რომ გვისმენთ. ქალბატონინო, კიდევ რა გეგმებია მომავალში? ალბათ უფრო პროფესიების ჩამონათვალიც გაიზრდება, ხო? რასაკვირველია, ეს უწყვეტ რეჟიმში იქნება ის სერვისები, რომელიც ამჟამად გვაქვს. პირიქით გაფართოებაზე ვფიქრობთ,
ვფიქრობთ ასევე რეგიონალური ოფისების დამატებას. უფრო მეტი აქცენტებს ვფიქრობ თქვათ გვაქვს რა თქმა უნდა ოჯახის წევრებისთვისაც, მაგრამ უფრო მეტი რო გაკეთდეს, მეტი სფეროები რომ მოვიცვათ. ახლა მაგალითად ჩვენი ბენეფიციარის ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ბავშვები არის სხვადასხვა საზაფხულო ბანაკებში არიან ჩართული და ესე ვთქვათ ეს გეგმა არის ახლა უფრო ზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვანი და დაისვენებენ სხვა ბანაკებში. მომავალ წელს შევეცდებით, რომ ეს რიცხვი უფრო მეტად გაიზარდოს და უფრო მეც კონდეს ამის შესაძლებლობა. ძალიან ბევრი სპორტული აქტივობა გვაქვს, რომელშიც ბევრი ბენეფიციარის და მათი ბავშვებიც ღებულობენ მონაწილეობას. ჩვენს სპეციალისტებთან ერთად ყოველთვიურია ეს და თქვათ ნოემბრამდე გაგრძელდება. ეს ჯომარდობა თუ თქვათ რაღაც სხვა თემასთან ახლოს მდგომი, რომ პრაქტიკულად ნახონ ძალიან, მაგრამ ადგილების რაოდენობა სურვილთა შეზღუდულია თუ არ არის? არა, არავითარ შემთხვევაში. ანუ არ არის შესაძლებელი რომელიმე სერვისში ჩართვის არანაირად არ არის შეზღუდული და ყოველთვის აფინანსებს ამას სახელმწიფო. რა რაოდენობა წარუმ დაიხოს თქვათ ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ დამდგარა საკითხი, რომ თქვათ ვერ აუდიოდეთ. ჯერჯერობით საკმარისია და შესაძლებელია, რომ ესე თქვათ მოთხოვნების მიხედვით და სურვილის მიხედვით ჩვენ ეს დავაკმაყოფილოთ. ხო, კიდევ ერთი მინდა კითხოთ, ხა თვითონ პროფესიული საგამოძღვრებო დაწესებულებების მისვეურები როგორ ეხმიანებიან ამ მხრივ, როგორ ეგებებიან ამ თქვენს შეთავაზებას, თუ ეს არის უკვე სამინისტროს. მე ძალიან მიხარია, რომ გიორგიმაც აღნიშნა, რომ გარემო ძალიან მოწონს, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო ის არ არის, რომ სადღაც ჩართო რომელიმე კურსში ან რომელიმე სერვისში ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ ამასაც ვაქცევთ ყურადღებას, რომ იქ ადამიანებმა ღირსეულად იგრძნონ თავი, ღირსეული მოპყრობა კონდეთ. და თვითონაც რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კომფორტულად იგრძნონ თავი. და ანუ ყოველთვის არის ეს შექმნილი სასიამოვნო. ყოველთვის თითქმის ვისთან დასაქმებას რაც შეეხება, ხა მაინც ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ერთ-ერთი. ხა თქვენ ბრძანეთ რომ ისე პირდაპირ ალბათ არ ეხება ეს თქვენს სამართლოს, თუმცა ერთ-ერთი არის შემადგენელი და ხوار ქონიათ პრობლემები დასაქმებასთან დაკავშირებით. ხوار დასაქმების კონკრეტულად თქვენ ბენეფიციარებს გულისხმობთ. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით უმთავრესია და უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ თვითონ ჩვენი სამინისტრო გასცემს გრანტებს. ეს მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა თუ გსმენიათ, ეს ჩვენთან უკვე 16 გამარჯვებული ყავს წელს, შაშან უფრო პილოტურ რეჟიმში იყო და რადგანაც გაამართლა იმ ხუთი ბიზნეს იდეა დაფინანსდა, ამიტომ უფრო თამამად შევძელით წელს თქვათ იმ თანხის გაზრდაც და რაოდენობაც გაიზარდა. ამიტომ ეს ადამიანები პასუხისმგებლობა არის არა მარტო თავის საკუთარი თავის და ოჯახის წინაშე, არამედ იმის წინაშე, რომ რაც თავად თითოეული ეს დასაქმებული ადამიანი, ჩვენს მიერ სხვა სამსახურებში დასაქმებული ადამიანები გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მათ უკან კიდე სხვები არიან, რომლებიც მოელიან, ხო, ამ სამუშაო ადგილის გაჩენას, პერსპექტივას დასაქმდნენ, იმიტომ რომ ვახსენებ მე სტერეოტიპი რეალურად არსებობს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ ეს ჩივილები, რომ აი არ გვიღებულობენ სამსახურში, იმიტომ რომ ნასამართლები ვარ და უკვე აღარ განიხილება ის ადამიანი არის რეალურად ის სპეციალისტი, რომელიც მათ ჭირდება თუ არა. სამწუხაროდ არის ხოლმე ეგ, დიახ, და ამიტომ ჩვენი საქმიანობა სწორედ ამაზეა მიმართული, რომ ამ სტიგმის მსხრევაც შევძლოთ და თითოეული ჩვენი თქვათ დასაქმებული ადამიანი და აი ეს წარმატებული შემთხვევები მე სხვებსაც აძლევს მაგალითს და უფრო თამამად ერთვებიან ამ ფერხულში, რომ შემდეგ უფრო გაზარდონ რაოდენობა თქვათ. წარმატება მინდა გისურვოთ, ასევე წარმატება მინდა ვუსურვო გიორგი კავატოზიშვილს, ასევე თათას. დიდი მადლობა, მე მინდა რადოსფერებს შევახსენო, რომ დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ ნინო ბისეიშვილი, იუსტიციის სამინისტროს და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსი, ასევე ინგლისური ენის მასწავლებელი მოხალისე თამარ გოგიშვილი, თათა მიმართავდი მას,
და ბენეფიციარი ყოფილი პატიმარი გიორგი კალატოზიშვილი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეკა ბურჭულაძეს, რომელიც გახლავთ თქვენი სამსახურის მენეჯერი, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რეკომენდაციებისთვის და თანამშრომლობისთვის. წარმატებას გისურვებთ ყველას და მე ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ისევ განათლების საკითხებზე